ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში სულიერი კავშირის შენარჩუნებას ადგილობრივ ტაძრებში მისვლითა და ლოცვით ცდილობენ ემიგრანტები. მათთვის განსაკუთრებულად რთულია ის ფაქტი, რომ სამშობლოში დაბრუნებას და პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებას ვერ ახერხებენ. ამიტომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ ეკლესიებსა და ეპარქიებში იკრებებიან. იქ, სადაც ილია მეორის სულისმოსახსენიებელი პანაშვიდები იმართება. ემიგრანტები პატრიარქთან შეხვედრებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათთვის ილია მეორე არა მხოლოდ სულიერი ლიდერი, არამედ იმედის სიმბოლო იყო. წასვლისა და შემდეგ ამერიკაში 17 წლიანი ემიგრაციის შემდეგაც პირველმა მან მიიღო თავზე ხელი დამასხა. დაბრუნდითქო ვეუბნები, უძღებიშვილი დაგიბრუნდითქო. გვიან, მაგრამ თავარი არ დაგავიწყდიო, დაუფიქრებად პასუხობს. შემდეგ ეს რა მომიტანეო, ჩემს ხელში დახვეებული ჩემი ავტორობით გამოცემულ წიგნებზე მეკითხება. ჩემი უცხოეთში ყოფნის გასასამართლებელი საბუთები ამეთქე ვეუბნები და სათითაოდ ვაწოდებ. ინტერესდება ერთის გარეკანი და მეკითხება, აქო ეკლესიას ანგრევენო? წიგნის წაშლის სამშობლოს გარეკანზე სტამების ერთ მხარეს გდანის ეპარქიის ურალის მანქანით დარბევის სცენა მაქვს ჩასმული. ხოლო მეორე მხარეს, სადაც ხალხი ეროვნული გმირების, ქაქუცას, მერაბის, ზვიადის სურათებით შედიან ეკლესიაში, ნათელში და ფერებში ჩანს. იქვე ვერიკოს მონანიების სცენას ვაჩვენებ. 7 ნოემბრის მიტინგის დამმეველ პოლიციელებთან ერთად უმოწყალოდ რომ სცემენ მოსახლეობას. აი თუ ტაძარში შევართ, აღარ წაიშლება სამშობლო ჩვენში მეთქი. ამას მე უხსნით 17 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული. გულიდან ხმა დამოისუნთქა და წრემლები დაცდა. ვინც იქ იმ დღეს იყო ემახსოვრებად თეთრი ქათქათა ხელმადილი რომ მიაწოდეს პატრიარქს. გვედინდგარი ბიჭები მოგვიახლოვდნენ. ეგონათ რომ გადაიღანა და ვაწუხებდი. ვიფიქრე რომ გაცლას მთხოვდნენ. პატრიარქმა რაღაც ანიშნა და ისინი სამუდამოდ გამეცალდნენ. ამერიკაში აქამდე დაკარგულ ქართულ საფლავებს ვეძებ და დღემდე 300-მდე უკვე ვიპოვეთქო, დავიტრაბახე. უკვე მეორედ მომეფერა, თავზე გადამისვა ხელი. საერთოდ პატრიარქი როცა თავზე ხელს დაგასხამს, გლოცავს, მაგრამ მე ვიგზენი რომ ეს დალოცვის გარდა მოფერებად იყო. ოღონდ ადამიანისგან კი არა, ხილული წმინდანისგან. ძალიან პატარა ასაკში მომიწია მის უწმინდესობასთან შეხვედრა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს. შემდგომ ვერც კი მოვიფიქრებდი ალბათ რომ მის უწმინდესობის როცა კურთხევით და მისი რეკომენდაციით საბერძნეთში წამოვიდოდი და მახსოვს მისი დარიგებები ყოველთვის ყოველ საქართველოში ჩამოსვლაზე მასთან ვიზიტისას როცა კურთხევას რომ ვიღებდი ყოველთვის კითხულობდა თითოეულ დეტალს მათ შორის ჩემი შვილების მდგომარებას მეკითხებოდა სულიციან თუ არა ენა ქართული და ეს არის მისი კურთხევა თითოეული ჩვენთაგანისთვის უცხოეთში ცხოვრობს ყოველი ქართველისთვის რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ ენა ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა მისი უწმინდესობა და ფაქტობრივად ეს გვიანდერძა და ეს უნდა გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მისი უწმინდესობის და უნეტარესობის თითოეული ნაბიჯი მოწოდება ქართული ემიგრანტების და ქართული დიასპორისადმი. მხოლოდ ის რა დღის, როდესაც ამბობს, რომ ემიგრანტებმა ქართველებმა ძალიან დიდი როლი შეუძლია შეასრულონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მძიმე დღეები გვიდგას ყველას, აქაც და იქაც. განსაკუთრებით ნუ მიწყენთ ქართულ ემიგრანტებს გვიდგას ეს მძიმე დღე და რატომ? ჩვენ იძულებული ვართ სამსახურებში ცრემლი დავმალოთ. უფრო მეტიც საშუალება არა გვაქვს რომ ჩამოვიდეთ და იმ ზღვა ხალხს შევუერთდეთ, ვინც დღეს გლოვობს ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს. მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვინც უწმინდესმა ეკლესიაში მიიყვანა. ეკლესიაში, სადაც ეროვნული იდენტობაც გააღვივა, მე ეს თამამად შემიძლია ვთქვა. და აი ამასთან დაკავშირებით ვიხსენებს პირველ შეხვედრას უწმინდესთან, როდესაც აღსაყდრების პირველივე წელს იგი ვარძიაში ჩამოვიდა სამცხე-ჯავახეთში. ზედმეტი იქნება ალბათ რა სიტყვა უნდა ვთქვა, მე არ ვიცი რა განცდა მქონდა მე მაშინ. თუმცა მე ისიც დამავიწყდა, მე თქვა რომ მისი აღსაყდრების დღეს სიონში მე გარეთ ვიდექი ჩემს მეგობრებთან და ახალგაზრდებთან ერთად 20 წლისანები ვიყავით ალბათ მაშინ. მეორედ პირადად უკვე შევხვდი 2016 წელს, როდესაც დიასპორის სამინისტრო იყო მაშინ ორგანიზებით, გაიმართა წარმატებულ ქალთა დაჯილდოება და აი მაშინ ჩვენ შეგვახვედრეს პატრიარქს ვესტუმრეთ ეს დაჯილდოებული ქალბატონები და
ძალიან გამიჭირდება იმის განცდა, რაც მე იქ ვნახე, რაც მე იქ განვიცადე უფრო სწორად, როდესაც მე მომეცა საშუალება, რომ ორიოდე სიტყვა მეთქვა მისთვის. არაჩვეულებრივი ნიჭი ქონდა როგორც კომპოზიტორი. არაჩვეულებრივად ღეროდა აბსოლუტური სმენა ქონდა და ძალიან უყვარდა ზოგადად მუსიკა, სოფლიო მუსიკა უყვარდა, კლასიკური მუსიკა იქნებოდა თუ ნებისმიერი ჟანრის მუსიკა, სადაც იყო სიყვარულზე სიმღერა, ნამდვილი ჭეშმარიტ სიყვარულზე, მაგალითად სამშობლოს სიყვარულზე, აი ესეთ სიმღერები უყვარდა სულ და ძალიან დიდია მისი ღვაწლი ამ მიმართულებითაც, ამის ხმამიდა და მე ამის ერთ-ერთი პატარა მონაწილე ვარ, რა თქმა უნდა, იმ სხვა კარგ შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად. და აი ჩვენი გუნდი, სამების გუნდი, როდესაც მუშაობდა მის საგალობლებზე, ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი. იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიურ ურთიერთობაში ვიყავით მასთან. კონკრეტულად ამაზე ვიტყვი, ეს იყო ძალიან საინტერესო, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. მის ტექსტთან გამომდინარე და მისი მუსიკიდან, რომელიც თემამ საქართველოს მიცის და არა მარტო საქართველოს. მახსოვს პირველი ემოციები მისი. ეს იყო სულად გულწრფელი და მახსოვს, როდესაც შევასრულეთ ეს საგალობელი, როგორ ისე განიცადა, რომ მთელი ტანით ტიროდა. ეს იყო ნამდვილი, მაშინ მივხვდი, ნამდვილი გულწრფელი ადამიანი, ნამდვილი სიყვარულის პატრიარქი, როგორც მას ეძახიან.